ნაწილში ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთის ომზე უკრაინაში და ამ თემის ირგვლივ გამოკვეთილ ახალ კონტურებზე. გენერალ-მაიორი ჯეოქეისის ანალიტიკოსი ვახტანგ კაპანაძე გვერდება პირდაპირ ეთერში და სწორედ ის უპასუხებს ევრონიუს ჯორჯიას შეკითხვას. მოგესალმებით ბატონო ვახტანგ და ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ მაყურებელს. ბატონო ვახტანგ, უკვე აქტიურად მიდის საუბრები ჩვენს გამოშვებაში არაერთხელ ვახსენეთ. საუბრები იმის შესახებ, რომ ტომაჰავკები შესაძლებელია გამოჩნდეს უკრაინის შეერაღებულ ძალებშიც. დონალდ ტრამპმა მაგალითად დღეს ჟურნალისტებს კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ და ნათლად განუცხადა, რომ ეს იქნება ახალი ეტაპი რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე კონფლიქტში. მოდით თავდაპირველად ვისაუბროთ იმაზე, რატომ არის ტომაჰავკები ამდენად მნიშვნელოვანი და რას შეცვლის რეალურად ეს უკრაინისთვის. უპირველეს ყოვლისა ეს არის უფრო პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმი, რა თქმა უნდა სამხედრო მნიშვნელობა მას ძალიან დიდი აქვს განსაკუთრებით უკრაინისთვის, თუმცა ბოლო პერიოდში უკრაინას თვითონ გაუჩნდა საშუალებები და თვითონ აწარმოებს ისეთ საშუალებებს, რომელიც დაახლოებით არა ისეთი მაღალი ტექნოლოგიური შესაძლებლობებით, რომელიც ტომაჰავკს გააჩნია, მაგრამ მანძილის და დარტყმითის შესაძლებლობების თვალსაზრისით არა ნაკლები არის ვიდრე ტომაჰავკი. ტომაჰავკი წარმოადგენს შორი მანძილის მაღალი სიზუსტის ფრთოსან რაკეტას, რომელსაც შეუძლია 3000 კილომეტრამდე სხვადასხვა მოდიფიკაციიდან გამომდინარე 3000 კილომეტრამდე ფრენა, მას გადააქვს 450 კილოგრამი ფეთქებადის მუხტი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ის არის ქსელურ ცენტრული ტიპის სისტემა, რაც გულისხმობს იმას, რომ მისი მართვა შესაძლებელია როგორც თანამგზავრის საშუალებით, ასევე ხომალდის, თვითმფრინავის, ინდივიდუალური ქვეითის მხრიდანაც კი, ან ყველას მხრიდან ერთდროულად. ასე რომ ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი არის, მაგრამ საუბარი არის გადაცემაზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს არის კიდევ ერთი მინიშნება რუსეთისთვის, რომ რუსეთი დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და იძულებული გახდეს რუსეთი დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. ვინაიდან ის დარტყმები, რომელიც ხორციელდება რუსეთის სიღრმეში და რომელმაც გაანადგურა რუსეთის ენერგოგადამუშავებელი პოტენციალი 38%, რა თქმა უნდა მტკივნეულია და რა თქმა უნდა ზემოქმედებს რუსეთის როგორც სამხედრო, ასევე ეკონომიკურ პოტენციალზე. და ასევე სამხედრო ანალიტიკოსები ექსპერტულ წრეებში მოკლედ საუბარია იმაზე, რომ ფრონტის ხაზზე რუსეთის წინსვლა შენელებულია და არაოფიციალური ცნობებით კრემლმა შესაძლოა გამოაცხადოს მობილიზაცია. რამდენად რეალისტურად გესახებათ აი პროცესების ამგვარად განვითარება? მე ძალიან დიდი ეჭვი მეპარება, რომ კრემლმა გამოაცხადოს მობილიზაცია, საყოველთაო მობილიზაცია ის მუდმივად უწყვეტ მობილიზაციას მუდმივად ახორციელებს. ეს არის შეგროვება იმ მოხალისეების და კონტრაქტორების, რომელსაც აგზავნიან ფრონტის ხაზზე, ასევე გარკვეული და გაწეული სამხედროებიდან მოტყუებით თუ იძულებით გარკვეული კონტინგენტიც ასევე ხელს აწევს იმას შეთანხმებას და მიდის ფრონტის ხაზზე, მაგრამ ეს არ ამგონია იყოს იმის საბაბი, რომ ეხლა რუსეთი იყოს მზად უპირველეს ყოვლისა შიდა სოციალური დაძაბულობის საფრთხის გამო, რომ განახორციელოს ფართომასშტაბიანი მობილიზაცია. ის ფაქტი, რომ ის ვერ ახორციელებს ფრონტის წინა ხაზზე გარღვევას, ეს არსებული ფაქტი არის, რომელიც კიდევ უფრო გართულდება ეგრეთ წოდებული სეზონური ცვლილებების შემდგომ, როდესაც გაიზრდება წვიმების რაოდენობა, როდესაც გაიზრდება ნიადაგი გახდება ძნელად გამავალი და ასე შემდეგ. ეს ნებისმიერ შემთხვევაში ხელს უშლის, რა თქმა უნდა, ხელს უშლის ყველა იმ შეტევაში მყოფ დანაყოფებს და ხელს უშლის რუსეთის შეერაღებულ ძალებს ზოგადად გადაადგილებაში, რადგანაც მათი ტექნიკური საშუალებები არის ძალიან მწირე იმ პირობებში, როდესაც ჰაერში უკრაინული დრონები საკმაოდ ეფექტიანად მოქმედებენ. თქვენ ახლა ამას როგორც უწოდებენ რასპუტიცა, ეს არის ის ტერმინი, რომელიც იგულისხმება ფაქტურად გაუვალ ტექნიკისთვის გაუვალ ვითარებას ფრონტის წინა ხაზზე.
ახლა საუბრობდით რუსეთის ხელთარსებულ ამჟამინდელ რესურსებზე, თუმცა ბოლო პერიოდში სწორედ რუსული სამხედრო თვითმფრინავებისა და დრონების მიერ ჩვენ ხედავთ, რომ მკვეთრად გაიზარდა ნატოს წევრი ქვეყნების საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტები და ომის შემსწავლელი ინსტიტუტი აი ამ ინციდენტებს აფასებს როგორც ომის ნულოვან ფაზას, რაც მათივე შეფასებით არის ინფორმაციული და ფსიქოლოგიური პირობების შექმნის ეტაპი ომისთვის. აი თქვენ რამდენად რეალურად მიგაჩნიათ სამხედრო დაპირისპირების საფრთხე რუსეთსა და ნატოს შორის და ვინ შეიძლება იყოს ასე დროს კრემლის პოტენციური მოკავშირე და დასაყრდენი, ასე ვთქვათ. ჩემი გადასახედიდან ზოგადად სამხედრო გინდათ მეცნიერების, გინდა ხელოვნების თვალსაზრისით იმ პირობებში, როდესაც რუსეთი აწარმოებს ფაქტიურად ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებს უკრაინაში და მისი რესურსები საკმაოდ შეზღუდული ამ მიმართულებითაც კი, მან მეორე ფრონტის გახსნა ნატოს წინააღმდეგ მე მიმაჩნია, რომ არ არის ჭეშმარიტებასთან ახლოს. თუმცა ეს არ გამორიცხავს იმ პროვოკაციებს და ეს ალბათ იქნება არაერთი რუსეთის მხრიდან, რითაც ხდება ზოგადად ნატოს ქვეყნების მზადყოფნის ტესტირება და ამავე დროს ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოსახლეობაზე, ნატოს ქვეყნების მოსახლეობაზე, რათა მათში დაანერგოს შიში აი ამ მომავალ საფრთხესთან დაკავშირებით. აი ამ პირობებში, რა თქმა უნდა, რუსეთი გააქტიურდება ამ მიმართულებით, მაგრამ აქ ნუ დაგვავიწყდება უკუპასუხი ნატოს წევრი ქვეყნებიდან, რომელიც ასევე აძლიერებენ თავიანთ თავდაცვას აი ამ სასაზღვრო რაიონებში, რეგიონებში. ბრიტანული საჰაერო ძალები იწყებენ პატრულირებას პოლონეთი, ბალტიისპირეთის საჰაერო სივრცეში, ასევე საუბარი არის დრონების საწინააღმდეგო კედლის ჩამოყალიბებაზე, სისტემის ჩამოყალიბებაზე უკრაინის ჩართულობით აი ამ რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებში და ასე შემდეგ. ასე რომ ნებისმიერი ეს ნაბიჯი, რომელსაც ახორციელებს რუსეთი საბედნიეროდ და სამწუხაროდ რუსეთისთვის იღებს ადეკვატურ ნაბიჯს ნატოს წევრი ქვეყნებიდან. და ამ პროცესების პარალელურად ჩვენ ხედავთ, რომ ღაზაში ომი დასრულდა, მთელი მსოფლიოს ყურადღება სწორედ ახლო აღმოსავლეთისკენ არის ახლა მიმართული. რა ფაქტორია ეს უკრაინისთვის, როგორც ვთქვათ, ფსიქოლოგიური, ასევე ტექნიკური კუთხით, რამდენად შესაძლებელია, რომ ამან მეტად გააძლიეროს რუსეთის მიმართ დასავლეთის ზეწოლა? პირველ ყოვლისა ეს არის ტრამპის წარმატებული, კარგი მაგალითი ტრამპის წარმატებული შვიდების ყოფილის იმიჯისა. ამავე დროს უნდა გვავიწყდება, რომ ნობელის პრემია ვერ მოხდა, ტრამპი ვერ გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი, მხოლოდ იმიტომ, რომ მას წინ ედგა პუტინი. ეს თვალსაჩინო არის და ამას არ ამგონია ტრამპი ესე ადვილად ივიწყებდეს. აი ეს პირობები, რაც ჩამოყალიბდა ღაზაში, საშუალებას აძლევს თავისი რესურსები, ეს პოლიტიკური თუ ეკონომიკური თუ სამხედრო, ამერიკამ მიმართოს უფრო მეტად მიმართოს უკრაინის მხარდასაჭერად და უკრაინის უკრაინული მშვიდობის დასამყარებლად, ასე შეიძლება ითქვას, ვინაიდან უკვე შემდგომი წლისათვის ეს იქნება ძალიან კარგი ბენეფიტი ტრამპის მშვიდობის ყოფილობის იმიჯისთვის. დიახ, ასევე ცოტა ხნის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია სხვადასხვა საერთაშორისო მედიაში იმის თაობაზე, რომ 17 ოქტომბერს თეთრ სახლში არის დანიშნული შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის. აი რა მოლოდინი შეიძლება არსებობდეს ამ შეხვედრისგან? მათ შორის ტომაჰავკების ნაწილში. იმ პირობებში, რომელიც მე მოგახსენეთ, ზუსტად ამაზე ვისაუბრე, იმ პირობებში, როდესაც პუტინმა აბსოლუტურად დაკარგა მისასვლელი ტრამპთან, ზელენსკი ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოაყალიბა, ძალიან ხშირად ხდება ტრამპის ზელენსკის დიალოგი, ინფორმაციების გაცვლა, მოსაზრებების გაცვლა. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აი ეს შეხვედრა ასევე არჩევლით ფუჭად და მინიმუმ უკრაინა მიიღებს დამატებით ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებს, რაც მას ძალიან ჭირდება ამ წინა საზამთრო პერიოდში რუსული დარტყმების მოსაგერიებლად ენერგო სისტემებზე და ამავე დროს
გამოთქვამს ალბათ ზელენსკიმ მზადყოფნას იგივე ტომაჰოკებთან დაკავშირებით. კიდევ ვიმეორებ, ეს ტომაჰოკების საკითხი გადაწყვეტილი არ არის. ეს არის მინიშნება რუსეთისადმი, რომ იმ შემთხვევაში თუ კი რუსეთი არა ჩააგდებს ამერიკის ამდენ გაფრთხილებას, ეს იარაღი შეიძლება მოხდეს უკრაინის მხარეს და ეს არ იქნება ბოლო დახმარება ამერიკის მხრიდან. მადლობა ძალიან დიდი გარაცემაში მონაწილეობისთვის. მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ გენერალ-მაიორი ჯეოქეისის ანალიტიკოსი ბატონი ვახტანგ კაპანაძე გვერდებოდა პირდაპირ ეთერში და სწორედ ის პასუხობდა ევრონიუს ჯორჯიას შეკითხვებს. ჩვენ კი რეკლამაზე